ტელეარხი 25 დღეს თანამგზავრული მაუწყებლობა შეუწყდა სატელიტიდან გათიშვის ოფიციალურ მიზეზად თურქულ კომპანიასთან თურქსატთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვა სახელდება. ტელევიზიამ თურქსატთან ხელშეკრულება 2011 წლის სექტემბრის თვეში გააფორმა, რომლის ვადა 2012 წლის ოქტომბერში ამოიწურა. ამ დროისთვის არხის სიგნალის მიღება მხოლოდ დეციმეტრული ანტენის მქონე მაყურებელს და სილქნეტის მომხმარებელს შეუძლია. ამ დროისთვის არხის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თურქულ მხარესთან და ბლექსისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბლექსისატი საქართველოში თურქსატის ოფიციალური წარმომადგენელია. სატელიტური მაუწყებლობის შემთხვევაში ყველა ქართულმა არხმა ხელშეკრულება მასთან უნდა გააფორმოს, რაც ტელეკომპანიებს ტექნიკურ სირთულეებს უქმნის. დეტალები მაცნეს შემდეგ გამოშვებაში. გუშინ გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ ტელეარხი 25 მაუწყებლობა სატელიტზე ვეღარ გააგრძელებდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გუშინვე ვთხოვეთ ხელმძღვანელობას ზომების მიღება, არაერთხელ შევთავაზეთ ასევე განმარტების გაკეთება ოფიციალური, მაგრამ უარი განაცხადა, იმიტომ რომ მათი არგუმენტი ის იყო, რომ აწარმოებდა მოლაპარაკებას ბლექსისატთან. ეს კომპანია არის თურქსატის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. იყო მოლოდინი, რომ მართლაც გავითიშებოდით, მაგრამ მოლაპარაკების დეტალები ჩემთვის უცნობია და ვფიქრობ, რომ უკვე დაგვიანებულია ახსნა განმარტების გაკეთება მაყურებლისთვის, რის გამო ჩვენ არ ვართ ეთერში.